სოფლიოში უამრავი ნივთია, რომელიც რაღაც მისტიკური ისტორიების ბურუსშია გახვეული. სარკეები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ, ნახატები, რომლებიც ხანძარს აჩენენ, ძვირფასეულობები, რომლებსაც საგვარეულო წყევლა ახლავს თან და ასე შემდეგ. თუმცა სოფლიოში არც ერთ ნივთს არ უკავშირებენ იმდენ სიკვდილს, რამდენსაც ერთ ჩვეულებრივ ხის სკამს, რომელიც პატარა ბრიტანულ ქალაქ კრიგბის პაბში ინახება. ბაზბის სკამი ასე ეძახიან ავეჯის ამ ელემენტს და ახლა ის პაბის კედელზეა ჩამოკიდებული, იმისთვის რომ თავზე ხელაღებულ ადამიანებს საკუთარი ბედის გამოცდა არ მოუნდეთ. ასეთები კი ბევრნი არიან, რომლებსაც სურთ დაამტკიცონ, რომ ბაზბის სკამის წყევლა მხოლოდ ქალაქური ლეგენდაა და მეტი არაფერი. თუმცა პაბის პერსონალი შეუვალია, ვინ თუ არა მათ იციან რა დამართნიათ ადამიანებს, ვინც ამ შეუხედავ სკამზე დამჯდარად. ისტორია კი იწყება მე-17 საუკუნიდან, როდესაც პროვინციულ ქალაქ კრიგბიში ახალი მაცხოვრებელი გამოჩნდა, ვინმე დანიელ ოტი. კარგად ჩაცმულმა შეძლებულმა კაცმა ქალაქის განაპირას დიდი ფერმა შეიძინა და მიწადმოქმედის ცხოვრებას მიჰყო ხელი. თუმცა ეს ყველაფერი მოჩვენებითი აღმოჩნდა. ოტი ყალბი ფულის მჭრელი იყო, რომელსაც მოკრძალებული და მოფარებული ადგილი სჭირდებოდა თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. სახლის სარდაფში დანიელ ოტიმ მთელი საამქრო მოაწყო, სადაც ღამღამობით სოვერენებს და გინეებს ჭედდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ დანიელმა დამხმარის აყვანა გადაწყვიტა და ხელქვეითად ადგილობრივი ახალგაზრდა ტომას ბასბი აიყვანა. ბასბის საქმეს კარგად უძღვებოდა, თუმცა ერთხელაც მას დამქირავებლის ქალიშვილი ელიზაბეტ ოტი შეუყვარდა. დანიელს ბასბი ხელქვეითად კი მოსწონდა, მაგრამ არა სასიძოთ, მით უმეტეს რომ ბასბის დალევა უყვარდა და თვრალი ქალაქში დებოშებს აწყობდა ხოლმე. ოტის და ბასბის შორის კონფლიქტი მოხდა და გარჩევის დროს ტომას ბასბიმ თავისი სატრფოს მამას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და მოკლა. ბასბი დიდი გონიერებითაც არ გამოირჩეოდა, კვალის არევა და მიმალვაც ვერ მოახერხა და იმ დღესვე დაიჭირეს. ის რომ დანიელ ოტი ყალბიფულის მჭრელი იყო, შემამსუბუქებელი გარემოება ვერ გამოდგა და ის რომ თავად ბასბი თაღლითობის თანამონაწილე ბრძანდებოდა, პირიქით დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა. მოკლედ ტომას ბასბის ჩამოხრჩობა მიესაჯა. სასჯელის აღსრულების დღეს სიკვდილ მისჯილს ტრადიციულად კითხეს, რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი და ბასბიმაც, რომელსაც როგორც მოგახსენეთ დალევა უყვარდა, საყვარელ პაბში ერთი ჭიქა ვისკის გადაკვრა ითხოვა. ბასბის თხოვნა აუსრულეს, პაბში წაიყვანეს, სადაც ის საყვარელ ადგილას დაჯდა, ვისკი გადაკრა და ამის მერე, როგორც ლეგენდა გვიამბობს, შესძახა. დღეს მოვკვდები და აქ აღარასოდეს დაუბრუნდები და ჩაძაღლდეს ის, ვინც დღეიდან ჩემს ადგილს დაიკავებს. ამის მერე ტომას ბასბი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წაიყვანეს და ჩამოახრჩეს. ლეგენდის თანახმად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბასბის სკამზე დაჯდომას ვერავინ ბედავდა. სანამ სრულიად შემთხვევით ქალაქში გავლით მყოფი ბუხრის მწმენდავი არ დაჯდა. რამდენიმე დღის შემდეგ კაცი თავისი საქმიანობის დროს სახურავიდან გადმოვარდა და მოკვდა. ლეგენდების მოყვარულებსაც მეტი რა უნდათ. ამის მერე პაბში ტრაგიკული შემთხვევების აღწერა დაიწყეს. სურათი მართლაც შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბასბის სკამი განცალკევებულად დადგეს და თოკითაც შემორაგეს, მასზე ჩამოჯდომის მსურველები არ შემცირებულა. ეგ პირიქითაც სკამის ცალკე თვალსაჩინო დადგმამ ადამიანები უფრო წააქეზა. გამოხდა 3 საუკუნე. 1967 წელს ამ სკამზე მჯდომი ერთბაშად 3 ადამიანი დაიღუპა. 2 მათგანი მეგობრები იყვნენ და ავარიაში მოკვდნენ. ერთი სერჟანტი კი მცირე ხანში უკურნებელი ავადმყოფობით მოკვდა. ავადმყოფობა მას სკამზე დაჯდომამდეც ჰქონდა, მაგრამ ცხადია, რამდენიმე კვირაში დამდგარი სიკვდილი სკამს დაბრალდა. 1973 წელს სკამზე დაჯდომიდან სულ რამდენიმე საათში ერთი მშენებელი მოკვდა. ზუსტად ისევე, როგორც პირველი მსხვერპლი, სახურავიდან გადმოვარდა. ცხადია, ლეგენდების მოყვარულებს არც იმაზე უფიქრიათ, რომ პაბიდან გასული მთვრალი მშენებელი სახურავიდან შესაძლოა ყოველგვარი წყევლის გარეშეც გადმოვარდნილიყო. დაღუპულთა შორის იყო ამავე პაბის დამლაგებელიც, რომელიც ერთხელ სრულიად შემთხვევით წამით ჩამოჯდა ბასბის სკამზე. ქალი რამდენიმე კვირაში მოკვდა თავში სიმსივნით, რომელიც აშკარაა სკამზე დაჯდომის გარეშეც მოკლავდა. ჩნდება ბუნებრივი და ლოგიკური კითხვა. უბრალოდ რატომ არ ანადგურებდნენ ამ წყეულ სკამს, რომელმაც ამდენი უბედურება მოიტანა?
პაბის ყველა მფლობელი აცხადებს, რომ მათ რელიკვიის განადგურების მორალური უფლება არ ჰქონდათ და რომ ისინი ყველას აფრთხილებდნენ, რომ ამ სკამზე დაჯდომა არ შეიძლებოდა და თუ ვინმე მაინც ჯდება, ეს მათი პირადი არჩევანია და რომ ისინი თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ. თუმცა გულუბრყვილო აქ არავინაა. ყველანი ხვდებით, რომ საქმე მოგებაშია, რომ ამ ქალაქური ლეგენდის წყალობით პაბს უამრავი კლიენტი ჰყავს. იქ ტურისტები ჩადიან, რაც არა მხოლოდ პაბისთვის, არამედ მთლიანად ქალაქისთვის ფრიად მომგებიანია. ასეთ სკამს ახლა ვინ გაანადგურებს? სხვათა შორის ეს სკამი პაბის აბრაზეც ხატია. და მაინც სკამი თავისი ადგილიდან აიღეს და კედელზე მიაჭედეს. ეს 1978 წელს მოხდა, როდესაც იმ სკამზე დაჯდომა 18 წლის ამერიკელმა გოგომ მელისა დოლინიმ ინება, რომელიც იქ მეგობრებთან ერთად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. როგორც მოგვიანებით მისმა მეგობარმა გაიხსენა, მელისა მთვრალი იყო და იძახდა, რომ ფეხებზე ეკიდა ბაზბის და მისი სკამიც, რის დასამტკიცებლად სკამზე დაჯდა. იმავე ღამეს მთვრალი გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სწორედ ამის მერე გადაწყდა სკამი კედელზე ჩამოეკიდებინათ. იქვე ნახავთ სიას სკამის 60-ოდე მსხვერპლის სახელებით. იმ იმედით, რომ ეს სია მაინც გაუჩენს შიშს თავზე ხელაღებულ ადამიანებს. აი ასეთი ისტორია აქვს ბაზბის სკამს, მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ ამ სკამზე ადამიანებმა, ვისაც მსგავსი მისტიკური რაღაცეების ნაკლებად გვჯერა? ხომ არ გვაქვს საქმე უბრალოდ დიდი რიცხვების კანონთან? ბაზბის სკამის სტატისტიკას აღრიცხული აქვს მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ არავის აღურიცხავს სკამზე ჩამომჯდარი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ სკამზე დაჯდნენ და მერე მშვიდად განაგზეს ცხოვრება. ამ თვალსაზრისით ბაზბის სკამი წააგავს ბერმუდის სამკუთხედს, რომელიც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სანაოსნო რაიონში მდებარეობს. ყოველწლიურად ბერმუდის სამკუთხედში ათასობით გემი, იახტა, ტანკერი გადის, მაგრამ მისტიკის მოყვარულებს გემების დაკარგვის მხოლოდ ის 20-მდე გახმაურებული შემთხვევა აქვს დამახსოვრებული, რაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იქ მოხდა. ხო, არსებობს ვერსიაც, რომ ბაზბის სკამი, რომელიც ახლა კედელზეა მიჭედებული, მხოლოდ ასლია და იმ ძველ ისტორიასთან არაფერი აკავშირებს. მაგრამ ამ სკამის გარეშე პაბი მუდმივად სავსე ხომ არ იქნებოდა. როდესაც ადამიანი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდება, ხოლმე ეს საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როდესაც ასეთი რამ ბავშვს ეხება. 11 წლის ამერიკელ გოგონას ტერი ჯო დიუპეროს წარმოუდგენელი ტრაგედია გადახდა თავს, რასაც ზრდასრული ადამიანის ფსიქიკას ვერ გაუძლებდა. კვლელმა მისი ოჯახი დახოცა და გოგონა სრულიად მარტო აღმოჩნდა ღია ზღვაში.